12 წლის განმავლობაში ჩემი ყოველდღიური მანქანა იყო Honda Civic, მაგრამ არა იმიტომ, რომ სპორტული მანქანები არ მიყვარდა. უბრალოდ იმის გამო, რომ მთელი გამომუშავებული თანხა მიდიოდა დრიფტის მანქანის ასაწყობად, საბურავებში, ძრავებში, ახალი ბიზნესის დაწყების მცდელობებში, ანუ იდეაში რისკში, რომელსაც უკეთესი მომავალი უნდა მოეტანა ჩემთვის. აი ესეთ ჩელენჯებზე მიდის ხოლმე ამ მანქანებს რა. როგორც ყველა ავტომოყვარულს, მეც მქონდა სია ჩემი ოცნების მანქანების. რა თქმა უნდა, M3, M4, Supra, Ferrari, Lambo და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველთვის ესეთი მანქანის ყიდვის გეგმა სხვადასხვა მიზეზით გადადიოდა შემდეგი წლისთვის. რო ვფიქრობ, რომ აი ამ წელსაც მოვითმენ და შემდეგ წელს უეჭველი რამეს ვყიდულობ. მაგრამ გავიდა დრო და ნელ-ნელა მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება, მომავლის იმე და ყოფნა არ შეიძლება. ამიტომ გადავხედე ჩემი ბავშვობის ოცნებების სიას და ნელ-ნელა დავიწყე შესრულება. და ახლა მინდა ვნახო მანქანა, რომელიც იაპონიასა და გერმანიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. საერთოდ სხვა სამყაროდან არის, სადაც დიდი ძრავები და ბევრი ბენზინის წვა ყოველდღიური წესია. Chevrolet Corvette C8 Z06. ეს შემთხვევით უბრალოდ მორიგი მანქანის გატესტვა კი არა, ეს არის ჩემი ცხოვრების შემდეგი ეტაპის ფურცელი, სადაც უნდა გადავწყვიტო რა მანქანა მინდა შემდეგი. რა მანქანა უნდა ვიყიდოთ შემდეგი? მაგისთვის ჩვენ მოვიყვანეთ C8, ეს არის Chevrolet Corvette C8, მაგრამ განსაკუთრებული მოდელია Z06 არის. სანამ მანქანის დეტალებამდე გადავალთ და განახებთ, ანუ საერთოდ შეხება არ მქონია, მთავარი მუღამი რა მაქვს, იცი რომ შენთან ერთად გავიარო, აი ეს მანქანა რამდენად კარგია, რამდენად კომფორტულია, მაგრამ მე ჩემთვის მოვიგონე რაღაცა კრიტერიუმები, რომ მივხვდე მაგ მანქანის ყიდვა მიღირს თუ არ მიღირს. ნახოთ აბა ერთი პირველი ხმა. აი, მოდი. მანქანას რო იღებს ხოლმე ლაპარაკობს იმაზე, რომ აი ამდენი ცხენი აქვს ნიუტონ-მეტრი და რაღაც და ნახე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში რო გადაადგილდები, რამდენად კარგი მხედველობა გაქვს და რამდენად კომფორტულია, იმიტომ რომ ეხლა უყურე, აი Honda Civic-ში რო ზიხარ, მაგალითად ხარ აკვარიუმში. ვაფშე აი მთლიანად ხედავ ყველაფერს სად რა ხდება, როგორ ხდება, ყველაფერს აკონტროლებ. აი Supra-ს ეგეთი კარგი მხედველობა არ ქონდა. აი მაინც რაღაცნაირად შეზღუდული იყო მხედველობაში და უნდა მიეჩვიო რა მაგას რა. ამ პატრულმა ბიძიებმა რა იციან ეხლა რა. ჩვენ ლანჩ კონტროლი რო ჩავრთოთ ეხლა. სავარაუდოდ რა გრუბია. ყველაზე ხმაურიანი მანქანა იქნება ამ უბანში 10 კილომეტრის რადიუსით. დაბალ გაზზე არ არის ხმაურიანი. ეგ სხვა შორის ძალიან კაია. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერულია, მაინც twins არ ბურღავს. ეხლა კიდე იმას ამუღამებ, რომ მე თუ გავიმართე აქ ჩრდილში ვარ, თუ წინ წავედი, მაშინ ნაცდები. აი ეს აქ საკმაოდ დაბალი. დაძურაზე, აი ხა ვინც მაგარი ავტომოყვარული ხართ, ეგრევე მიხვდებოდით, რომ ამას უყენია 8 სიჩქარიანი dual clutch-ი და M3-ისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს 8 HP და რომელიც არის უფრო ავტომატური გადაცემათა კოლოფი, აი უფრო თავის ხასიათით გეუბნები, ესაც ავტომატურია, მაგრამ ამას აქვს ფიზიკური 2 ცალი კლაჩი, რომლის მოჭიდებასაც გრძნობ. დაძვრის მომენტში იგრძნობა, რომ კლაჩი ანუ ცეპლენია კიდებს და წინ მიდის და 8 HP-ზე ცოტა სხვანაირია. იქ ჰიდრომუფტის სისტემა არის და ჰიდრომუფტაში ზეთის ნევა იზრდება და მერე მიდის მანქანა რა. საბოლოო ჯამში თუ ლაპარაკობთ ჩვენ სპორტზე და შეგრძნებებზე, dual clutch-ის DCT შეგრძნებებით ბევრად სპორტულია, ვიდრე 8 HP. ნუ ესე აი ხარა ძალიან მიყვარს ჩემი იმსამი, მაგრამ
სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. ეს კორვეტი არის Z06, რაც იმას ნიშნავს, რომ Chevrolet-მა სასწაულები ჩაიდინა და 5.5 ატმოსფერული ძრავიდან ამოიღო 670 ცხენის ზალა ყოველგვარი ტურბოს და კომპრესორის გარეშე. ეს არ არის სტანდარტული ძრავი, ამ ძრავს აქვს ეგრეთ წოდებული ბრტყელი კალენვალი, ანუ მუხლა ლილვა, ზუსტად ისეთი ფორმის, როგორიც აქვს Lamborghini-ს და Ferrari-ს უმეტესობა ძრავებს, რომელიც ქმნის სიმფონიურ ორკესტრს მაღალ ბრუნზე. Აი, ჩვენ დრიფტზე უნდა გავტესტოთ ახალი საბურავები. ეს არის Kumos სერია, Esta სპორტი არის, Esta ეს ეძახიან, მაგრამ რაც თავარი არის ახალი ტექნოლოგიით დამზადებული და მაგიტომ მაინტერესებს ძალიან. Autobuild-მა შეადარა მოკლედ ისეთ ბრენდებს, როგორც არის Continental, Michelin, Goodyear და შალზე დაახლოებით ერთნაირი მოჭედება ქონდა ყველას, მაგრამ Aquaplane-იც ეძახიან, მოკლედ სველში ტესტავენ საბურავებს და ამას ქონდა ყველაზე მაღალი შეფასება. გარდა იმისა, რომ ტოპ საბურავებს შორის არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ რაღაცა მოხდა და თუ ცოტა მაინც იწვიმა რაღაცა რა მგონია რომ მაგ მხრივ დიდი უპირატესობა გვაქვს ასე რომ შეიძლება რომ ვოცნებოდით ხოლმე რომ შალ ამინცში გვევლო ეხლა შეიძლება ცოტა შეიცვალოს ეგ თემა რა და რაც მთავარია ამის გატესტვა მინდა მე აქსელერაციის დროს დრაგის მოწყობილობით გინდაც თუ ვაჯობეთ ეხლა რა საბურავებსაც ტესტავთ იმას 3-5 კილომეტრით აქსელერაციაში ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთი корпуსი მოვუგოთ მარტო სტარტში რა და ერთი корпуსი თუ ჩამოიტოვეთ დრიფტშიც კი, დრაგზე არ მაქვს საუბარი. უკვე ძალიან დიდი უპირატესობაა. მოკლედ გავტესტავთ და ყველაფერს მოგახსენებთ თქვენთანაც. დღეს ამ კორვეტით Kumos საბურავის ნამდვილად ვერ წავიღებთ, თუმცა ლიქვიმოლის ზეთის საყიდელი ქონდა ისედაც და დღეს სილვიას უნდა მოვინახულოთ. ნახოთ როგორ შეიცვალა დიზაინი და ზეთსაც გავაყოლებთ შეჯიბრისთვის. ეხა გაირკვევა რამდენად კარგია ეს მანქანა საოჯახოთ. იმიტომ რომ ვიცი რომ ორი საბარგული აქვს წინ და უკან რა. თუმცა ვიცი რომ საიდანღაც აქ არის. აგე? როგორი საბარგული აქვს, იცი? აი რას გონით რომ უნდა ჩატენო რაღაცა ეგეთია. ყოველ შემთხვევაში ეხა ლიქვიმოლისთვის არის ადგილი, მაგრამ სახლიდან თუ გაგგზავნეს ხახვისთვის და პამიდორისთვის და ეგეთი რაღაცეებისთვის ამ მანქანით აშკარად არ უნდა წახვიდე. წამერთი უკანა საბარგულის ნახოთ. აქ ესაც ჩვენი საბარგული. მოკლედ, საბარგულების პრობლემა რა არის, იცი რომ ორივე საბარგული არის საკმაოდ ვიწრო. თუ გააქვს მაგალითად დიდი ჩანთა, ამ საბარგულში ვერ მოათავსებ რა. აი წინ კიდე არის შანსი. ოღონდ ეგას როგორი ხელი აქვს, იცი? აი ესეთი ხელი აქვს რა. და ძალიან გაგიჭირდება რაღაც. ყოველ შემთხვევაში, სოლი თუ გიშვებს მოკლედ ამ მანქანით რაღაც პროდუქტებზე ან რაღაცებზე დაივიწყე. არ არის ეს მაგის მანქანა. დაჟე, საყვარელთან ერთად თუ გინდა გასეირნება ამ მანქანით, მაშინაც დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეხლა რომ მოვდიოდით, სურათებს გვიღებდნენ და შეიძლება ცოტა ხანში Instagram-ზეც გამოგვაჭენონ, დაგვტაგონ. ხო და მაგაშიც არ ვარგა. მაგრამ მოდი ვნახოთ რაში ვარგა ეს მანქანა. ეხლა ჩვენ წავიდეთ Delphi Motors-ში. სადაც ჩვენი სილვია მზადდება და ერთი შევხედოთ და რაც მთავარია ამ მანქანით გავლით ქალაქს, იმიტომ რომ ვარკეთილიდან უნდა გავიდეთ დიღომში და მთელი ქალაქის გავლა გვიწევს და ქალაქში გამოჩნდება ზუსტად აი სადმე მანქანებში გაძრომა რო გვინდა ან დაპარკინგება რო გვინდა, ამ მსგავსი რაღაცეები რომ მოგვინდება ქალაქში რაც საჭიროა, რამდე ის არ გაიფიქრო ეხა შენ მაიმუნო რაც გაიფიქრე, არანაირი გაზაობები, არანაირი ბოლომდე დადგმები ქალაქში. ჩვენ გვინდა წყნარად კომფორტულად გადაადგილება ამ მანქანით. იმენა speed bump-ები საორლიდან გაგდებს. საჭე აქ 4 კუთხედი, მაგრამ მაგას კიდე შეეჩვევი რა. რასაც ვერ შევეჩვიე და რაც მაილამებს არის, სარკე. სარკე არის ეკრანი რეალურად უკან კამერა უყენია და გამოსახულებას იძლევა ჩვეულებრივ ეკრანით და ნახე რაში გაერორებს ჩვეულებრივ მანქანაზე მიჩვეული რო ხარ რომ სარკეში რო გაიხედები, უნდა გაიხედო ღრმად რა, ანუ შორს იყურები სარკიდან სინამდვილეში. და აქ გაკ ეგრევე სიბრტყე მიხვდი და ავტომატურად სარკეში რო იხედები სიბრტყეს რო უყურებ მიჩვეული რო ხარ რო სიღრმეში გაიხედო ტვინი გაერორებს რაღაცა ნიტოაო რა ან მეორე ვარიანტი არის რომ ჩართო ესე უკანახედვის კამერა
აი ესე დააყენო ზემოთ და ამაში უყურო რომ რაღაც დაგაიეროს ხოლმე თვალებით. აი, საცობებში გვაქვს ხოლმე კოკოს სნექები, თორე განართული ერთი გოგლება. ახლა. მე ჩემი შემდეგი მანქანის ასარჩევად ახალი კრიტერიუმები შევქმნი, რომელიც არის შემდეგი. პირველი, რამდენად სასიამოვნოა ქალაქში სიარული. რადგან ტრეკზე ჩასასვლელად ქალაქის გავლა გიწევს მაინც და თუ დისკომფორტში ხარ, ესე იგი მაინც დისკომფორტით უნდა იარო. მეორე, რამდენად გავსებს ემოციებით. მთელი იდეა ის არის, რომ მანქანას როგორც კი ჩააქრობ, ხარ თუ არა ბედნიერი. და მესამე, ღირს ეს მანქანა იმ ფასად, როგორც იყიდება. ბავშვობიდან მოცნებოდი სხვა შორის ამ მომენტზე, რომ ერთ მხარეს გახედავ, აი შედევრი, უბრალოდ თანამედროვე შედევრი, გოგოების მაგნიტი და მეორე მხარეს კიდე მიზეზი, რატომაც დღეს 300,000 ლარით ნაკლები მაქვს დაახლოებით. მოვედით მოკლედ Delphi Motor-ში, ჩვენ ვაკეთებთ Silvias, ცოტა upgrade-ს ვაკეთებთ რა. მანამდე ქონდა უმეტესწილად კარბონ კევლარის ზედაპირი დატოვებული და узорები ქონდა უბრალოდ რა, ანუ ხაზები ქონდა გაკეთებული და კარგი დიზაინი იყო, მაგრამ აი ცოტა მკვდარი ფერი იყო მეტი რა. ეხლა დავამატეთ ფერები, Liquimolis ფერებშია ეს ყველაფერი გაკეთებული და საბოლოო ჯამში მეგონი უკეთესია რა. ვერდითა მხარე ჯერ კიდე შესავსებია. ანუ არ არის დასრულებული და აი როგორ არის იცი ეს ცოტა მკვდარი ფერი და ეს ელექტრიკი ფერები მთლიანობაში დრიფტის პონჩი მგონია რომ შორიდან კაი ვიძე იქნება რა. აქ კიდე გაპრიალდება ეხა ფარები რაღაცები დასრული გვაქვს, იმიტომ რომ შუა სამუშაო პროცესში მოვედით ჩვენ, კარგი იქნება რა. ისე მაინც რომ ეს თუ ეს რა. ჩავასხოთ ახლა, რაც ვავიდა, გავაგზავნოთ გზა, ჯერ კიდე საქმეები გვაქვს. $50 ლიტრი ჩავასხით ეხლა. ეს მანქანა 20 ლიტრს წვავს ქალაქში. აი თბილისში რო გადაადგილდები რა, როგორი რეჟიმითაც დავდივარ, 20 ლიტრი ჭირდება 100 კილომეტრს და წარმოიდგინე 50 ლიტრი სუპრაში რო ჩაგვესხა, ბათუმში ჩავიდოდით, 2 დონატს დავარტყავდით და ნუ ვერ ჩამოვიდოდით იქამდე, მაგრამ გაგვისწორდებოდა და ამით აი რა გითხრა ეგ არ ვიცი რა. საწვავს კი არ წვავს ეს, ალბათ უფრო სწორი იქნება რომ საწვავს სვავს. გული გამისკდა. აუ ძალიან кай ხმა აქვს რა. ნახე, აი ატმოსფერული ძრავის ხმა რო შეადარო კომპრესორს და ტურბინიან ძრავს, ტურბო ვაფშე კლავს ზოგადად ხმას. კომპრესორი უბრალოდ ემატება კომპრესორის ხმა რა და სუფთა დახვეწილი ატმოსფერულ ხმას არაფერი არ ჯობია. ოღონდ საჭიროა რომ ტექნოლოგიურად იყოს დახვეწილი ტიპი რა. ანუ დებილი ქალაქის ვერვას არ აქვს ესეთი ეფექტი როგორც ტექნოლოგიურად მოდერნიზებულ ძრავს. რა მაგრა დავხსენ, ჩემი კაი, მაგრამ აი ეგრეა ზუსტად. ძალიან ლუქს აუტოში გადავალთ, ისე შეაცვდა თუ არა, ეხა ქუთეში გავიაროთ, აქვე არის კაკრას. გლდანში გახსნეს ახალი ფილიალი და მე ჩამოვიდეთ ლუქს აუტოში, დავათვალიერო ჩვენი იაგუარი რა მდგომარეობაშია, საერთოდ რა ეტაპზეა. აი გულახდილად რო გითხრა ქალაქის მანქანა ეს არ არის რა. ვიცი რომ იცოდი და ვიცი რომ ახსნა არ ჭირდება, მაგრამ ქალაქში გადაადგილება ყოველდღიურად ამ მანქანით არა. ჯერ ერთი რომ ძალიან ზრუნავ რომ კუთხეებს ვერ ხედავ აქეთ-იქეთ. ნუ მაგას კიდე მიეჩვევი, შენი მანქანა რო არის, მიეჩვევი და არ იქნება პრობლემა, მაგრამ DCT როგორც კი ტორმუს აუშვებ და გაზის დადგმას იწყებ, აქ თავისი ლუფტი რა, ანუ თავისი ასე ვთქვა ლაგი. გაზს ამატებს ჯერ, მანქანა არ მიდის და რაღაც აბაროტის მერე გრძნობ რომ მოჭიდებას იწყებს. მაგ გაზის რეგულირებით უნდა დაამუღამო როდის მიდის მანქანა. მაინც ცოტა უცნაურია რა. სხვანაირად ვერც გააკეთებ პრინციპში. მაინც იგრძნობა აი ეს რაღაცა ლაგი რომ მანქანა სტარტავ და ჰოპ მიგაკრავს მერე მიდის. ხო ჩავკეტე ნაღდათ.
ერთი რაც დავამუღამე, ამ მანქანას დაბლ ბრუნებზე არ უყვარს მუშაობა ქალაქში რა. ანუ როგორი ტიპია, იცი რომ სულ გადაჭიმულია გზნობ, რომ აი უნდა რომ გასდაადგა და რომ არ ადგა უკას, აი წარმოიდგინე რა. 670 ცხენი გელოდება, ოღონდ აი ფიზიკურად წარმოიდგინე, 670 ცხენი გელოდება, როდის გააჭენებ და შენ ერთს რო აჯდები და ერთით რო მიდიხარ სადღაც. აი დაახლოებით აი შეგრძნებაა რა. დაიწყე ჭამე ხარ არის უნდა ხარ. ჩვენი იაგუარის ყველა ნაწილი უკვე ნაყიდი გვაქვს. საარობოტო და სამღერო სამუშაოებიც უკვე დასრულდა ლუქს ავტოში, ამიტომ იაგუარის პროექტის დასრულს მალე მიუახლოვდება. და რა თქმა უნდა, სრულად ცალკე ვიდეოში განახებ ყველაფერს. ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ მეყიდა ხოლმე რამე ძვირადღირებული სათამაშო რა, აი როგორიც არის ეს მაგალითად. ან როგორცაც ახლა ლუქს ავტოში ვაკეთებთ. და მთელი ჩემი დანაზოგი, მთელი ჩემი ბიზნესის შემოსავლები მიდიოდა ხოლმე ან ახალი ბიზნესის მცდელობაში, ან სპორტში, დრიფტში, მაგრამ დრო რო გადის, ნელ-ნელა ხვდები, რომ მარტო მომავალზე ფიქრი და მომავლის შენება არა. ზოგჯერ იმითიც უნდა დატკბე, რაც დღეს გაქვს და უნდა შეირგო, რაც დღეს შეგიძლია რომ გააკეთო. ასე რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს, თუ აქამდე უყურე და ახალი ხარ და ეხლა კიდე დროა ნელ-ნელა ეს მეგონი ვერ მოვაცლებთ, მაგრამ ხვალ შეგვიძლია უკვე ტრეკზე წავიდეთ და ვნახოთ ჩვენი კორვეტი როგორ ფორმაში იქნება და რას იზავს ტრეკზე. სიმართლე გითხრათ ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ალბათ მთელი ვიდეო იმას გიყვებოდი, რომ კორვეტი მეჩალიჩება, რომ ბოლომდე დავადგა გას. ქალაქში არ ვადგავ სპეციალურად და ტრეკზე უკვე ყველაფერი ჩვენ ხელში იქნება და ვნახავთ რას იზავს ერთად. ავტომობილის ნაწილების თაობაზე ჩვენ შეგვიხმიანა ერთი კომპანია, ეს არის CarFat.G, სადაც არსებობს უზარმაზარი კატალოგი და შემდეგ პროექტში ნამდვილად გამოვიყენებთ ამ საიტს. ეს მანქანა რატოა იცით ტრეკზე საინტერესო? იმიტომ რომ mid-engine-ია და აბსოლუტურად სხვა სამყაროა ყველა მხრივ. ანუ მთელი ძრავის სიმძიმე გვაქვს აი ამ ნაწილში განთავსებული და ეგ ნიშნავს იმას, რომ მოსახოვებში სხვანაირად იქცევა და განსაკუთრებით როდესაც მანქანის მოსრიალება გინდა და ჩვენ ეს გვინდა უეჭველი. თვისებები აქ ძალიან სხვანაირი. Porsche-ს დრიფტი თუ გინახავთ ოდესმე, მთელი ინერცია თითქოს უკანა აქვს. ტრაკი უნდა შეაგდებინო და უნდა დაიჭირო კუთხე რა, მაგრამ კუთხის დაჭერაც რთულია, იმიტომ რომ როდესაც შენ კიდე ადგავ დრიფტის დროს, მთელი წონა უკან გადმოდის უკანა საბურავებზე რა და წინა საბურავებზე წონა აღარა წובה და ისეთ შეგრძნებაა, რომ სად მოუხევ თითქმის მნიშვნელობა არ აქვს. აქ დავაყენეთ ჩვენ 19-იანი დისკები, იმიტომ რომ ის საბურავი რითიც გვინდოდა სრიალი არ იშოვება ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვარჩევთ ხოლმე აი 215, 225 და რაც 355-იანი საბურავი უნდა დააყენო აქ. ჩვენ ეხა გვიყენია ოდნავ პატარები, ნუ 305-ებია რა. ანუ თლიანობაში მანქანას რო შეხედავ, აშკარად ეთყობა რომ დიდი დისკი ჭირდება და დიდი საბურავი, მაგრამ სასრიალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მარტივი იქნება, უფრო მარტივად უნდა მოწყდეს, იმიტომ რომ ძრავი უკანა აქვს და წონაც უკანა აქვს და მოდი შევარდეთ ეხა ტრეკზე, დავადუღოთ და ვნახოთ რას იზავს ჩვენი კორვეტი C8 Z0X. ასით მივდივარ ახლა და შემიძლია კიდე ახლობით 30 გრადუსით მოუხვიო, წარმოიდგინე. ოპა, მაღლებში სხვა მანქანა ხდება ვაფშე. ატმოსფერული არის ვაფშე სხვა რა. შემიკა. Просто ვერ აგიხსენ. რას დგას მოსახვევში? მაგრამ დრიფტი ვაფშე არ უნდა. კაი, ეხლა დაბლით AS-ებში დავარტყათ 1-2 წელი, ცადოთ დრიფტი და ვნახოთ როგორ წამოყვება მანქანა.
ძალიან რთულია. არა, ჩემი ბრალია, პირველში წამერყათ იცი. ოპა, მოკლედ. აი, ოდნავ ზედმეტი თუ მოგდის ვსიო იმენა რა. ძალიან ფრთხილად უნდა შეეპარო მოსახოვებს. აბა ვნახოთ ეს. არა, აი, ხედავ. ცოტათი რომ მიეჩვევი, მერე კონტროლირებადია უკვე. მანქანა აი ოფიციალურად განაცხადა რომ სრიალი არ უნდა. პირველი მოწყვეტა როგორი იყო, იცი? საჭეს მოუხვევ, ცოტა მარჯვნივ მიდიხარ და ოპ, წყდება რა, მაგრამ უგზო-უკლოდ წყდება რა. ამ მანქანას სრიალი საერთოდ არ უნდა. ანუ ოდნავ ზედმეტით მოგივა, всё, მიდიხარ ჯოჯოხეთში ეგრევე რა. ხალხში აი კარგად აქვს ნომრები. არჩეული ნახე, აი აქ მიდიხარ ეგრევე. თელში მიდიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ძველი საბურავები გვეყენა, გამხმარი საბურავები იყო, რომ მარტივად ესრიალა უკანა ძრავიანზე, მეთქი გავითვალისწინე, რომ მარტივად ისრიალოს მეთქი, ოდნავ რომ შეხურდა საბურავები, ძალიან ეჭიდება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბანძი საბურავები გაქვს, მაინც ყველგან ეჭიდება და იმენა ტრეკის მანქანაა ეს რა. ესეთ მანქანას ვყიდულობ, უნდა მოხვიდე პირველ რიგში ტრეკზე, დაამუღამო თვისებები, იმიტომ რომ მოსახვევში შესვლა სხვანაირი აქვს მანქანას რა. ანუ ინერცია აშკარად ეთყობა, რომ უკანა ტრაქში აქვს ძალიანად. და რომ შედიხარ რა, სხვა გრადუსი უნდა დაიჭირო, რასაც ველოდი რომ ეგრე იქნებოდა, მაგრამ მაგაში დავრწმუნდით, რომ იდეალურად შეხვიდე მოსახვევში. ანუ სხვა ტიპია, ვაფშე უცხო პლანეტელია ჩათვალე რა. ვაფშე ცალკე მართვის მოწმობა უნდა არსებობდეს ესეთ მანქანებზე, იმიტომ რომ თვისებები იმდენად განსხვავებულია, რომ ტვინი ეგრევე გაერორებს და ანუ სხვა სამყაროში ხარ საერთოდ. ეგრე ძლივს რა ჩემი კაი. ეხა მთავარი კითხვები, საერთოდ ეს რა ვიდეო რატომაც გადავიღეთ. Daily drive-ში, ანუ ქალაქში მე მგონია რომ თავიდან კი გაასწორა, მაგრამ ბოლომდე დაეწვა ბარემ. ვიდეოს რატომაც ვიღებდით, 3 პუნქტი ქონდა ჩვენ. ერთი არის daily drive-ში, ანუ ყოველდღიურად რო გადაადგილდე. თავიდან როგორ თემაა, იცი რომ კი ისწორდება ეს ხმაური და რაღაცა, მაგრამ დარწმუნებული რომ აი ერთი წელი რო ვატარო ეს მანქანა, მერე ტვინის ბურღვა იქნება. აი ქალაქში გასვლა იქნება, როგორ იცი, ინჟექტორების ხმა, ბღვილი, გამშვების სისტემის ხმა და ასე შემდეგ. კი რეგულირდება ხმები და რაღაცები, მაგრამ არ იქნება რა კომფორტული რა. აი მაგ თემაში ვერ მოვყვები. მეორე თემა არის რამდენად ემოციას გიტოვებს. აი ქალაქში ან სადმე რო გაივლი, აი მანქანას რო ჩააქრობ, ბედნიერი ხარ თუ არა? კი, ეგ კი, ნამდვილად. და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ეს კორვეტი Chevrolet-ს აი ძალიან level-up-ი გამოუვიდა. და მესამე თემა, ღირს თუ არა? ნახე, არც გაправებებს დავიწყებ, არც იქით, არც აქეთ რა. ეს მანქანა ამ ფასად ღირს. იმიტომ რომ დაახლოებული არის უკვე ძალიან high level-თან, Ferrari-სთან, Lambo-ებთან და მსგავს ავტომობილებთან ტექნოლოგიურად ძალიან ახლოა. თუმცა სახელი ის არა აქვს, რაც Ferrari-ს და Lambo-ს. ჩვენ ვიდეოს სიმფონიურად ასრულებს მე რაზე ვღადავ, იცი? სახეც უკვე სერიოზულია. კადრე სახეს ვერ ამუღამებდა ხოლმე. ეხა სერიოზული სახეა. დაელოდე შემდეგ ჩვენ ვიდეოს, არხის გამოწერას არ დაგავიწყდეთ. ადიოს.